გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში საშეშე რესურსით სოფლის მოსახლეობის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ შეხვედრის მონაწილეებს კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე განუცხადა, რაც ტყის რესურსებზე ზეწოლის შემცირებასა და მოსახლეობის სათბობი რესურსით მომარაგებას უზრუნველყოფს. სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება. საუბარი იყო ალტერნატიული გათბობის საშუალებების შესაძლებლობებზე და ამ შეხვედრის დროს განვიხილეთ სხვადასხვა მოსაზრებები, წარმოდგენილი იყო როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. დღევანდელ შეხვედრაზე დაიწყო მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავების პროცესი, სტარტია იყო საკმაოდ რთულმა პროცესმა, რომელშიც ჩართულია გარემოსა სამინისტრო და პირველ რიგში ეროვნული სატყეო სააგენტო, მაგრამ სხვა სამინისტროებიც, სამეცნიერო სექტორი, არასამთავრობო, რეგიონები.